შუადღემშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს პარასკევია 24 იანვარი და ჩვენ გუშინაც დავაანონსეთ და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ ყოველ პარასკევს გაიმართება სინდისის პატიმრების მიმართ მხარდამჭერი აქციები, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენ საზოგადოება და პარასკევი იქნება უკვე ასეთი დღე ამიერიდან, სადაც მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები, არ ვიცი, კლასელები, კურსელები, ყველა მათი მხარდამჭერი ადამიანი სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბებიან და გამართავენ მარშს სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა ეს ადგილები, სადაც მოხდება შეკრება. 7 საათზე დაიწყება შეკრება მარჯანიშვილის მოედანზე,ავლაბრის მოედანზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ბათუმში შეკრების ადგილი იქნება მემედაბაშის 48 ნომერში, ბათუმელების ოფისი არის, ზუგდიდში იქნება შეკრების ადგილი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ და ქუთაისში იქნება მერიის წინ, არ გამომრჩა არც ერთი. ასევე მინდა თქვა დღევანდელი სხვა აქციები, რომელიც ასევე რაც ძალიან სასიხარულო რომ მხოლოდ სინდისის პატიმრების მიმართ მიმართული მარშები არ იქნება, სხვა ღონისძიებებიც იგეგმება. 3 საათზე საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე კრწანისის ქუჩის 59 ნომერი, კინო ტერორის წინააღმდეგ დავით აღმაშენებლის 164 ნომერი, მარში იუსტიციელების სამართლიანობისთვის იუსტიციის სახლთან შეიკრიბება. მე უკვე როგორც გითხარით, სინდისის პატიმრების მხარდამჭერი შეკრებები იქნება ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები და ნათესავები ახალ თეატრთან შეიკრიბებიან. მზია მაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან, ბაქოს ქუჩა ნომერი 4, გიორგი ახობაძე და საბას ხვიტარიძის მეგობრები და ნათესავები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან, ხოლო ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები და ნათესავებიავლაბრის მოედანი, მათე დევიძის და ანრი კვარაცხელიას მეგობრები და ნათესავები თესეოს პირველი კორპუსი და თავისუფლება სინდისის პატიმრების საბოლოო ჯამში, როგორც გითხარით, შეიკრიბება მარჯანიშვილის მოედანზე,ავლაბრის მოედანში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე. ხო, ასევე მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 24 იანვარს 17 საათზე კინომატოგრაფისტები და კინომოყვარულები იკრიბებიან ეროვნული კინოცენტრის ახალ შენობასთან, ხაზგასმით ვამბობ, რომ კინოცენტრის ახალ შენობასთან, რომლის მისამართი არის დავით აღმაშენებლის 164, რათა ერთად გააპროტესტო ქვეყანაში არსებული რეჟიმი და არ მithქოს რეგიონები, მაიკო, აუცილებლად მინდა ეგეც ვახსენო, ახმეტაში 5 საათზე საქართველოს წინ მერიის მოპირდაპირე მხარეს იქნება შეკრება, თელავში უწყვეტი პროტესტი თელავში, მერიის წინ, ახალციხე არარუსულ რეჟიმს შოთა რუსთაველის ძეგლთან, ბათუმში თავისუფლება სინდისის პატიმრებს მემედაბაშის 48, ზუგდიდში თავისუფლება სინდისის პატიმრებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ და ქუთაისში თავისუფლება სინდისის პატიმრებს მერიის წინ. მოკლედ მთელი საქართველო მოიცვა საპროტესტო, ასე ვთქვათ, აქციებმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ რაც შეიძლება ყველა მთელმა რეგიონებმა და მთელმა საქართველომ უნდა მივაწვდინოთ ხმა და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ რეჟიმის ტყვეები აუცილებლად გავათავისუფლოთ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. არაფრთ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს, გუშინ ახალი თეატრის წინ, ახალი თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს მანიფესტი, ეს იყო სიტყვა, ეს იყო რაღაცა ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლის გზა, რომელიც აირჩია ახალმა თეატრმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა თეატრებიც შეუერთდება, ასე ვთქვათ, ამ მანიფესტს და ამ წამოწყებას, იმიტომ რომ თეატრის და მსახიობების ერთადერთი იარაღი ამ რეჟიმთან დაპირისპირების ეს არის სიტყვა, იმიტომ რომ მსახიობს და თეატრს სხვა იარაღი არ გააჩნია. თეატრი ტოვებს თავის შენობას, მათ გადაწყვიტეს რომ წავიდნენ რეგიონებში და თავისი ხმა მიაწვდინონ მთელს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც შენ ამბობ, რომ მთავარი არის სიტყვა, მთავარი არის მოქმედება და თუ კი იცი, რას ემსახურება ეს სიტყვა, რა არის შენთვის მთავარი მიზანი და როგორ აკეთებ ამას, რა ფორმით, აქ უკვე ბუნებრივია, რომ მიზანიც მე ვფიქრობ, რომ მიღწეულია, იმიტომ რომ იმ სიტყვასაც თუ გზავნილი სწორია, მიმართულება სწორია, ის აუცილებლად მივა მაყურებლამდე, აუცილებლად მივა ხალხამდე და 3-4 ადამიანშიც რომ მოხდეს კათარზისი, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრის იარაღი არის ეს, სხვა ძალა თეატრს არ გააჩნია და ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს თავისი საკუთარი იარაღი, რითიც შეიძლება დაუპირისპირდეს ამ
რეჟიმს და ეს უნდა იყოს მაგალითი იმისი, რომ ყველა პროფესიის ადამიანმა დღეს უნდა ამოიღოს ხმა და როგორც შეუძლია, იმით უნდა შეუტიოს ამ რეჟიმს, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ამ 53 ასე ვთქვათ რეჟიმის ტყვეების ციხეში დატოვება, არაფრით არ შეიძლება რომ ცვლილება არ მოხდეს ამ ქვეყანაში და არაფრით არ შეიძლება რომ არ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომ ბოლოს და ბოლოს დავიბრუნოთ სამართალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართლა არ იქნება მშვიდობა თუ არ იქნება სამართალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით აუცილებლად სამართალს. ისევ და ისევ ვიმეორებ, ვისაც როგორ შეუძლია თეატრს, შეუძლია ასეთი სახით ბრძოლა და დანარჩენმა ყველამ უნდა აღგვაჩინოს თავის თავში ის იარაღი, რითიც შეძლებს რომ დაუპირისპირდეს ამ რეჟიმს. კი, ყველას თავის ხერხი და გზა აქვს, როგორ შეიძლება ებრძოლოს ამას. დღეს ძალიან კარგი ჩემი აზრით პერფორმანსი ვნახეთ თბილისის ავტობუსებში, სადაც ჩაწერილი იყო სხვადასხვა აუდიო ჩანაწერები და ადამიანები, რომლებიც გზავრობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ესმოდათ პროტესტის ხმა, განსხვავებული სხვადასხვანაირი, მაგრამ რაღაც უცხო იყო მოკლედ და მივესალმები მას. მე შემდგომ ნახეთ, რომ სატრანსპორტო სამსახურმა გაავრცელა, რომ შესაძლო კიბერშეტევასთან გვაქვს საქმე და საერთოდ გათიშა ეს აპარატები და ახლა ადამიანები უფასოდ გზავრობენ. ეს ბრძოლის და პროტესტის ერთ-ერთი მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმა არის, რომელიც ძალიან სწორია და რომელმაც რაღაცნაირად, აი საზოგადოებრივ მაუწყებელთან რამდენი დღე არის უკვე იკრიბებიან ადამიანები, ისინი ითხოვენ პირდაპირ ეთერში შესვლას, ხომ? იმიტომ რომ წვდომა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეგიონებში და ზოგადად მთელ საქართველოში თითქმის ყველას აქვს. როდესაც ეს შეზღუდულია, სწორედ ამიტომ იწყებს თეატრი, ვთქვათ, ქუჩაში გასვლას, იმიტომ რომ თავისი ხმა მიაწვინოს რეგიონებს და მედიატორი იყოს ერთგვარი ხალხსა და არსებულ, ასე ვთქვათ, ვითარებას შორის და გააგებინოს რეალურად ხალხს თუ რასთან გვაქვს საქმე და მე მგონი მე მინდა სანამ ჩვენ სტუმრებთან გადავალთ, რომ გივიკო ბარათაშვილის ასე ვთქვათ, მან წაიკითხა მანიფესტზე წერილი ანდრო ჭიჭინაძის საპყრობილედან და მინდა რომ ეს ასე ვთქვათ მოვისმინოთ გივიკოს წაკითხული წერილი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი ცოტა მომიწევს. სმაილი. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის. გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით. ანდროს და სხვა სინდისის პატიმრებს ძალიან მალე ვიხილავთ გაერთიანებაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საზოგადოება ასეთი კონსოლიდირებული ერთი მიზნის გარშემო არასდროს არ ყოფილა და ამ ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება ახალი არჩევნები ტყვეების გათავისუფლებასთან ერთად. პარალელურად სახელოვნებო სფეროს და კულტურის ასე ვთქვათ წრეების პროტესტთან ერთად პროტესტში აქტიურად ჩაბმულები არიან კინემატოგრაფისტები, ისინი თითქმის 2 წელია უკვე ბოიკოტის რეჟიმში არიან კინოცენტრთან და ერთ-ერთი პირველები იყვნენ რომლებიც ბოლო წლებში დაუპირისპირდნენ რეჟიმს და კინოცენტრს ამ შემთხვევაში, რომელიც ფაქტიურად ქართული ოცნების გაგრძელებად იქცა და დღეს სტუმრად ყავს გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი და ამირან დოლიძე, ასევე რეჟისორი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ყველა დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს კინოსთვის კიდევ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ სწორედ დღეს 5 საათზე კინემატოგრაფისტები იკრიბებიან, ასე ვთქვათ, ეროვნული კინოცენტრის ახალ შენობასთან.
მოდი სანამ უშუალოდ გადავალთ რაღაცა სიღრმისეულ თემებზე სასაუბროთ, თქვენ ძალიან დიდი ხანია ამ პროცესში ხართ ჩართულები, უკვე 58 დღე არის ხალხი ქუჩაშია და თქვენც ის ადამიანები ხართ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში. სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა ჩვენთან გიორგი არაერთხელ ყოფილ ხართ სტუმრად. მინდა გიორგი რომ შევაფასოთ რაღაცნაირად როგორ განვითარდა მოვლენები, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაცნაირად დღეები არის, როდესაც ცოტა პესიმიზმი შეგვიყვრობს ხოლმე, მე ისევ გადავდივართ რაღაცა ძალა მოგვეცემა და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გუშინ დღე იყო ამის მაგალითი, რომ რაღაცა თითქოს ჭირდებოდა ეს რაღაცა მასავით ძრავასავით იყო გუშინდელი დღე, რომ კიდევ ახალი ენერგია მომატებოდა და ასე ვთქვათ აღმოგვეჩინა ჩვენ თავებში. როგორ შეაფასებთ მთელ ამ განვლილ პერიოდს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა პატარ-პატარა გამარჯვებები მივიღეთ ჩვენ ამ დროს. ამაზე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაინც ადამიანებს ხვევია ხოლმე, რომ პრობლემებზე უფრო მეტ ვსაუბრობთ, ვიდრე ვაღიაროთ პატარ-პატარა გამარჯვებები და მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო არა ერთი ასეთი გამარჯვება, იმიტომ რომ ეს ჭირდება საზოგადოებას. ხო, რა სიტყვით, თეატრალუკენი ძალიან ეფექტური მენეჯერი გამოდგა, მაგრამ დაიმორჩილა სახელოვნებო სფერო რა, რაც მოვიდა. მადლობაც შეგვიძლია გადავუხადოთ მას იმისთვის, რომ ესე გამოაცოცხლა სახელოვნებო სფერო. ხო, სამწუხაროდ მე გადახდილი მაქვს იმისთვის მადლობა ზუსტად ამისთვის, ამ ღვაწლისთვის. მაგრამ იცით რა, ეს არ არის უჩვეულო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბუნების კანონზომიერება და ადამიანის ბუნების კანონზომიერება, როდესაც დაგიხვედრებენ რაღაც წინაღობას, აი მაშინ იწყებ, მაშინ სტიმულირდება შენი შენს ფსიქიკაში სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ფაქტორები და ძალა, აკუმულირდება რაღაც ენერგია და შემდეგ ამ ენერგიას მიმართავ ამ დაბრკოლების გადასალახად. მაგრამ გრძელვადიან პირობებში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოლექტიურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე და თან არა მართულთან იმასთან, რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ეს არის სრულიად ჰორიზონტალური პროცესი, სადაც ლიდერი თუ ვინმე ფიქრობს, რომ უნდა იყოს ლიდერი, მაშინ ხვდება, რომ არ უნდა იყოს ლიდერი, ამ პროცესს არ უნდა ყავდეს ლიდერი და ლიდერი არის თვითონ ხალხი. აი ეს არის დემოკრატია, დემოკრატიის პრინციპი არის ზუსტად ეს ხალხის მმართველობა, როდესაც ხალხი ირჩევს რა არის მისთვის სასიკეთო და როგორ უნდა განვითარდეს სხვადასხვა მოვლენები, სხვადასხვა სექტორების სფეროები. მაგრამ ხო, ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ამავდროულად, იმიტომ რომ ძალიან არაპროპორციული ძალა გვებრძვის და ალბათ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ვერაგი ვინც კი ყოლია. პრინციპში ეს რუსეთია და რუსეთი არის ბოლო 200 წელია ჩვენი მტერი და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ეს რუსეთიც თავის ბრძოლის მეთოდებში განვითარდა და ახლა თუ გვებრძოდა მანამდე პირდაპირ რაღაც ძალით, ახლა ეს არის ჰიბრიდული ომი და ამ ჰიბრიდულ ომში შენ ვერ ხვდები რა არის მისი ბრძოლის მექანიზმი. და ამ პირობებში ხელოვნების როლი გავიაზრეთ პირველ რიგში ხელოვანებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რომ არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და ეს არის უპრეცედენტო. ანუ სხვა ბევრ უპრეცედენტო მოვლენასთან ერთად, აი ეს გამოდგა უპრეცედენტო და რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის მატარებელი. გუშინ უყურებდი ამ წარმოდგენას, ანუ ერთი ჩავისუნთქე და რომ დამთავრდა მოვისუნთქე მერე რა, ანუ ესე გაყინული, თან არც ისეთ კარგად ილზე ვიდექი ხან ეს ამწემეფარებოდა, მაგრამ ოპერატორები. მაგრამ არ მაწუხებდა, იმიტომ რომ ეს იყო ერთი უწყვეტი ჯაჭვი, რაღაცა ემოციისა, რომელიც იყო ნაღდი და თეატრიც, კინოც, მუსიკაც ყველა განვიცდით რაღაც ძალიან დიდ გარდაქმნას. ამისთვის ალბათ მადლობა არა კონკრეტულად თითოეულ ვინმე, ამ შემთხვევაში მაშინ მამუკა მდინარაძეც მომიწევს მადლობა, რაღაც აღარ გამოდის სწორი. ამიტომ მადლობა განგებას, რომ აი ეს სიტუაცია, ამ სიტუაციაში მოგვახვედრა ჩვენ. გამოგვაღვიძა. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო ვფიქრობდი, რა არის კიდე მნიშვნელოვანი, რომ ერთი რომ ჩვენი პროფესიებიდან და კომპეტენციებიდან გამოვედით და პოლიტიკაზეც დავიწყეთ ლაპარაკი და აი მეც ამბირანიც და ჩვენი არაერთი კოლეგა და მეგობარი მეგობარმა გადავლახეთ ის ბარიერი, რომ კამერის უკნიდან გადმოვედით წინ, მიკროფონების წინ დავდექით. ისევე როგორც მსახიობები პრინციპში კამერის წინ და თეატრის სცენაზე იდექით ისედაც, მაგრამ მოშვერილი მიკროფონი და პოლიტიკური შინაარსის შეკითხვები. რაც პრინციპში დისკომფორტია, დიდი. აბსოლუტურად დისკომფორტია, ხო, მაგრამ ეს პოლიტიკა აღარც არის, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, რა, ეს არის
ყველა იმ აუცილებელ კომპონენტ გამოცლილი რაღაც მახინჯი პროცესი, რომლიდანაც გამოფიტულია ყველაზე მთავარი ზნეობა და ეთიკა. კომფორტის ზონიდან გასვლა არის პირველ რიგში მსახიობისთვის, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახლა წარმოუდგენელი გახდა, რომ აი მაგალითად ჩვეულებრივად გავაგრძელო რეპერტუარში არსებული სპექტაკლების თამაში, ვთქვათ, შექსპირის თამაში, იონესკოს თამაში, როდესაც ესეთი სიტუაცია არის გარშემო. ამიტომ ჩემთვის ფორმაც მოსაძებნი არის, ახალი თეატრალური ფორმა არის მოსაძებნი. ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში მაინც მე შეიძლება ეს ყველაფერი თუ დაალაგდება და მეტნაკლებად მივაღწევთ ამ მიზანს, გაგრძელდეს რაღაცა, მაგრამ აი იმ გაგრძელების დროსაც ვფიქრობ, რომ რაღაცა ახალი ფორმა და სიახლეა შესატანი. ჩვეულებრივად ცხოვრება ჩემის აზრით მგონია, რომ ვერ გაგრძელდება. იცით რა მინდოდა მეგულისხმევა, რომ ერთია რომ ჩვენ გამოვედით ჩვენი კომპეტენციის და სფეროების ზონებიდან და შევედით პოლიტიკურ პროცესში და ეს აღარ გვეთაკილება, აღარც გვეშინია ამის და აღარც არაფერი გვაკომპლექსებს, იმიტომ რომ ქვეყანას ვკარგავთ და ყველაზე მთავარს ვკარგავთ, რის მერეც ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგება, მაგრამ ჩვენ მაინც გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ჩვენ მაინც ვშევიდით ჩვენ სფეროებში, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, თქვათ, იონესკოს პიესას სად ითამაშებ და როგორ ითამაშებ. აი ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რომ ითამაშებ, ეს უკვე წინააღმდეგობაა, ეს უკვე განაცხადია და ეს უკვე ბრძოლაა, მაგრამ გააჩნია სად და როგორ. და ეს იყო კიდევ მაგალითი ბევრი ისეთი ადამიანისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ წულუკიანების და ვიღაცების დაკრულზე ცეკვავენ და თამაშობენ და ამას ეძახიან თავიანთ სფეროებში დარჩენას. ეს აღარ არის მათ სფეროებში დარჩენა, ეს არის ყოველგვარი ზნეობრიობიდან გასვლა, მოქალაქის სივრციდან გასვლა და ეს არის უპასუხისმგებლობა. როდესაც დღეს შენ არ ხარ ამ პროცესის ნაწილი და შენ კიდევ ამართლებ რაღაცას და მე მომიწოდება დიდაქტიკურად რომ მე ვწდები, იმიტომ რომ მე პოლიტიკაში შევედი. ღმერთმა დამიმფაროს არ შევიდე პოლიტიკაში ახლა. კინემატოგრაფისტებისთვის მომიფიქრე ახალი ტერმინი რა. მოდი მაგ ხალხს დავარქვათ მუნჯი კინოს წარმომადგენელი. იმიტომ რომ კინო გამოვიდა ქუჩაში და მისი ხმა არის ხმამაღალი რა და სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან მუნჯი კინოს წარმომადგენლები, რომლებიც რაღაცნაირად ანაქრონიზმში არიან და თხოვ მათ ჩემ მეგობრებს რომ დაუფიქრდნენ რა მდგომარეობაში ვართ და შემოგვიერთდნენ. მათი ხმა მნიშვნელოვანია. შემოუშვა ხმა და მუნჯმა კინომ, უხმო კინომ ძალიან დიდი დარტყმა და სტრესი მიიღო, როდესაც ხმა შეიტანეს, ხო, შიგნით და ვიღაცა მიიღო, ვიღაცა მერა და ხო, ნუ ვინც ვერ მიიღო, ხო, ის კომპანიები ზუსტად ისტორია გვასწავლის, რომ და ჩარლი ჩაპლინმა მიიღო. მიბაძეთ ჩარლი. ხო, მე სიმართლე გითხრათ, იმ ადამიანების, რომელიც აი არ ვიცი ხა, ანტაგონისტურად არიან განწყობილი პირიქით რაღაც ხმალამოღებული რეჟიმის მცველების აქეთ გადმოსვლის უფრო ნაკლებად, მჯერა უფრო ნაკლებად, მაგრამ ყველაზე მეტად რომელი ხმაურიც მაწუხებს არის იმ ადამიანების სიჩუმე, რომელიც აი ცოტა გახლეჩილები არიან და არ იციან საბოლოო ჯამში რაღაც ცოტა აქეთ გული მოუწევთ, მაგრამ რაღაცა შეშები აქეთ აქვს დატოვებული. ჩემი აზრით ყველაზე მეტად მაგ ხალხზე უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ეგ ნამდვილად შემატებს ამ პროტესტს რაღაცას, იმიტომ რომ რაღაცა თუმარა უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ უმრავლესობა ხმას იღებს, მაგრამ რაღაცა რაოდენობა ადამიანები დარჩენილებიან, რომლებიც უბრალოდ ხმას არ იღებენ და გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში შეიძლება იყვნენ და რაღაც ჩვენი ხელის წაკვრა ჭირდება, ამიტომ მაქსიმალურად მიმღებლები და ემპათიურები უნდა ვიყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება 2 თვის წინ ან 3 თვის წინ საერთოდ სხვა პოზიციაზე იყვნენ და ეხლა უბრალოდ ჩუმად არიან. მაგას თავის რა თქმა უნდა მატერიალური მიზეზებიც აქვს რა თქმა უნდა. დავაკვირდეთ სხვადასხვა ერთმნიშვნელოვნად და ეგ არის ყველაზე დიდი რგოლი, რომელიც ჩვენ მეტად აქეთ ამ ხარემ თუ შეგვიძლია ამას ესე მხარე დავარქვათ, უნდა ვიმუშაოთ. ამირან, მე მინდა გკითხოთ, რაღაცნაირად დიდი ხანია ამ პროტესტში იღებთ მონაწილეობას თქვენ კოლეგებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ისიც არ გვინდა, რომ ჩვენ რაღაცა კონკრეტული დრო დავთქვათ, როდის უნდა დასრულდეს. არა, ეს ხანგრძლივი ბრძოლა და ეს უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაშიც რაღაცნაირად აღმასვლისკენ უნდა წავიდეთ და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაღაცნაირად ქვემოთ წავიდეს ეს პროტესტი. შეიძლება იყოს ასეთი მონაკვეთებიც, ბუნებრივია, მაგრამ მომენტალურად უნდა იყოს მერე. როგორ აპირებს, ასე ვთქვათ, კინოსფეროს წარმომადგენლები ამ პროტესტის გაგრძელებას? გუშინ ჩემი აზრით რაღაცა ერთ-ერთი ყველაზე კაი მაგალითი მოგცა თეატრმა რა, რომ პრინციპში ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა ჩავერთოთ იმ იარაღებით, რაც არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რა, ჩვენი საქმე და რაღაცნაირად
დავლაგდეთ ისე რომ ყველა თავისი პრიზმიდან მიუდგეს ამ საერთო ბრძოლას რა, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც ჩვენ ეხლა ვზრუნავთ ახალი საზოგადოების შექმნაზე რა და მოდი ზედმეტი არა ვიყოთ ჩვენ თავზე და აი ჩვენ რაც შეგვიძლია, ოღონდ მთელი ძალით, სრული ძალის ხმევით ჩავერთოთ ამ პროცესში და თეატრი იყო ამის საუკეთესო მაგალითი. და კულტურა ზოგადად ხო არის რეფლექსია იმ სამყაროზე, რაში ცხოვრობს და უკეთეს რეფლექსიას ვერც წარმოვიდგენი, რაც ჩვენ გუშინ თეატრმა გვაჩვენა და ჩვენც აი ჩვენი სკილებით, უნარებით უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და ბოლომდე ზედმეტის უფლებას არ მივცემთ რა ჩვენ თავს რა, რაც გამოგვდის და შეგვიძლია, ამას აქვს დიდი ძალა და ამ ძალით ვართ ამ პროცესში რა და ნახოთ სადამდე მიგვიყვანს და დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. იმიტომ რომ ხანდახან ვფიქრობ და ტრივიალურად მართლები ვართ რა ამ ამბავში რა და არც ვიცი ამას მიღმა რა სიმართლე შეიძლება იყოს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ რა, ეგეთი სიმართლე არ არის რა. ხო, იმ დღეს ვსაუბრობდით, საბა ბრაჭველი ყავდა სტუმრად, საინტერესო პოსტი ეწერა და ბოლოში ეწერა, რომ უძალოებს აქვთ ყველაზე დიდი ძალა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ჩვენ უძალოები რა თქმა უნდა ბრჭყალებში ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები, რომელიც რაღაც არც ქვედანაყოფები გვემორჩილება, არც შეიარაღებული ფორმირებები. სიმართლეა ჩვენი ძალა. ჩვენ ვართ ბევრნი და ჩვენ მხარეს არის სიმართლე რეალურად და ყველაზე მეტად ტკინული და ყველაზე დიდი იარაღი არის, ეს ადამიანები გაერთიანდებიან და უბრალოდ ერთად გადაწყვეტენ რაღაც გაკეთებას და იმ დღეს საუბრობთ გაფიცვაზე, გაფიცვის დღე იყო და საუბრობთ იმაზე, რომ ახლა ძალა შეიძლება გვქონდეს. რეალურად ეს ქვეყანა დგას იმ ადამიანებზე, რომლებიც შრომობდა დოვლას ქნით ამ ქვეყანაზე. ჩვენ თუ ყველა ერთად ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებს ერთად გადავწყვეტთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ, მაგალითად ის, რომ ერთი დღე გააჩერდეს აქ ყველაფერი და არაფერი აღარ იმუშაოს, ამას უნდა არ უნდა მოუწევს რაღაცა დიალოგის რეჟიმში ჩართვა იმ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და იმ რუსულ რეჟიმს, რომელსაც ვებრძვით ახლა რეალურად. მოუწევთ უბრალოდ კი, შეიძლება ჩვენ არ გქონდეს რაღაც ფიზიკური ძალა ესეთი და რაც თავარია სიმართლე და სიყვარული არის ღირებულებები, რის გამოც ადამიანს შეუძლია თავგანწირვა რა და ეს ძალიან დიდი რამეა და ამას ვერაფერი ვერ მოერევა, ამაში ვარ ღმად დარწმუნებული. ხო, იქიდან იდეის შეკვდომაზე იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი დიდი ხანი იქაჩება და რაღაც ვერ ჩამოვიდა რომ იდეაში აქვს, იმიტომ რომ ფაქტია რომ იქ თქვა ეს იდეა არაფერი არ დგას გარდა იმ ადამიანის მსახურისა, რომელიც ამ ქვეყანას მართავს ერთპიროვნულად. ხო, ну არ ვიცი, ძალიან რთულად გვაქვს საქმე, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ არ შეიძლება ის რაღაც არსებობს, რომ აი ამ სიმართლეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მათ დაუპირისპირდეს აი ეს ძალა, იმიტომ რომ რეალურად ეხლა რომ შევხედოთ შორიდან სიტუაციას, გებრძვიან პირდაპირ მნიშვნელობით, სახეს გილეწავენ, გაწვალებენ, გაწამებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ და აქეთ ამ მხრიდან უპირისპირდება ამ ყველაფერს ხელოვნება, უპირისპირდება რაღაცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები და ადამიანებში ხშირად მესმის ხოლმე რომ აი ესე როგორ უნდა შევებრძოლოთ ტირანიას, მაგრამ მე მგონია და მაქვს ამის იმედი, რომ სწორედ ასე უნდა შევებრძოლოთ ტირანიას, იმიტომ რომ მტერს ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი სიმშვიდის, ჩვენი განათლების, ჩვენი ტვინის, იმიტომ რომ იქით არ არის არაფერი და ამიტომ ეს უნდა დაუპირისპიროებთ, რომ მათნაირი ნამდვილად ვერ გახდები და თან რაღაცნაირად აი ამ დაპირისპირების ძალიან ცუდი გამოცდილება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ქონდა და მე ყოველ შემთხვევაში აღარ მინდა რომ მსგავსი რამე ვიხილო. არავის არ. დღევანდელ შეკრებაზე მინდა გკითხეთ 5 საათზე იკრიბებით კინოცენტრის ახალ შენობათა, ხო? რამე ისეთ განსაკუთრებული გეგმები გაქვთ თუ უბრალოდ მარშრუტი? არა, განსაკუთრებული არა, მაგრამ მაინცაც რახან ცოცხალი პროცესია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. თუმცა არაფერს გეგმავთ ისეც ეს არის ეს დიდი საპროტესტო დღე არის, მათ შორის იქნება და ჩვენ შევუერთდებით შემდეგ უკვე სინდისის პატიმრების მარშს და გაერთიანდება მთელი ეს ძალა. პრინციპი რაც ყოველდღე ხდება ხოლმე რა. მე სულ მაქვს ასეთი ფიქრები ჩემთვის, რომ აი ამ პერიოდში ეხლა რა პერიოდში ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან დიდი ძალა მგონია, რომ აქვს დოკუმენტურ კინოს, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობ, რომ არის აი ამ დოკუმენტური კინოს დრო. ძალიან ბევრი მასალა არის დაგროვილი, ძალიან ბევრი რამის გაკეთება და გადაღება შეიძლება. ვხედავ უცხოური ტიტრებით, რომელიც გაიგზავნება და გაიგებს ამის შესახებ მთელი მსოფლიო და კიდევ მომყავს უკრაინის
მაგალითად, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, მომენტალურად რა რაოდენობის ფილმების გადაღება დაიწყო, რომელიც ითარგმნებოდა და მთელ მსოფლიოში იგზავნებოდა. აი ამ კუთხით რა ხდება დღეს? არაერთი დოკუმენტური კინოს ავტორი იღებს დღეს მიმდინარე პროცესებზე ფილმს, იმიტომ რომ დოკუმენტური კინო მაშინ მხატვრული შეიძლება შენ გადაიღო 10 წლის მერე და რაღაც საკითხში, პრინციპში უმჯობესიც არის მე როგორც მხატვრული კინოს რეჟისორი, ჩემთვის დავარგდეს ეს პროცესი. ხო, იმიტომ რომ მე ვარ ხა ემოციურად. თუმცა გვაქვს ეგეთი პრეცედენტი. ხო, ეგ მინდოდა მეთქვა ზუსტად, არ ვიცი მე მგონი არ გვაქვს მისგან რომ დავასახელოთ ვინ არის ჩვენი მეგობარი, ის ხა მხატრულსაც იღებს. არა, ხო, 90-იანებში კი, სხვათა შორის. და ხო, ეგ მთავარი. რა ვთქვათ, რა უტა ბერია იღებს მხატვრულ ფილმს პროცესში. ხო, პრინციპში ამთავრებს, მე მგონი გვაქვს. ნუ ძალიან საინტერესო იქნება. ხო, თავმდაბალი ადამიანია და არ ამბობს ხოლმე, მაგრამ ხო, ასეთი პრეცედენტიც არის, თუმცა ხო, მისთვის დოკუმენტურზე რატო ვფიქრობ, იცი რომ დრო ყველას ჭირდება, დოკუმენტურსაც ჭირდება, მხატვრულსაც, ნუ მხატვრულს უფრო ხანგრძლივი პროცესი ჭირდება. აი თითქოს რაღაცა მომენტი მე ვფიქრობ ასე რომ რაღაცა აი ზუსტ დროში თუ ზუსტ ამბავს მოუყვები ვინმეს, აი იქ შეიძლება რაღაცა გარდატეხა მოხდეს. აი დროსთან მიმართებაში, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ აი ეხლა ამ მომენტში ხო შეიძლება რომ აი ამ ყველაფერს, ამ პროცესებს ძალიან დაეხმაროს, თქო? აი ეს უბრალოდ ნახეთ რა ვსკურისკენ დოკუმენტურ კინოს კი მაინც ის მახასიათებელი აქვს, რომ ლაივ რეჟიმში ან პირდაპირ რაც ხდება, იმას უნდა ასახავდე და ასახავდა თან დიდი გამოწვევა ავტორისთვის, რომ ავტორმა თავის პოზიცია რაც არ უნდა ვიძახოთ ის დოკუმენტური კინოა, ობიექტური 100%-ით ვერ იქნება, იმიტომ რომ ის უკვე მაინც ავტორის დანახულია და რა წერტილიდან გადაიღებს და როგორ დაამონტაჟებს ეს მისი პრეროგატივაა, ხო და არჩევანი და მხატვრული ხედვა. მაგრამ ხო და ამიტომ ისინი დღეს მუშაობენ, ეს არის მნიშვნელოვანი. მხატვრულ კინოში მაინც შენ რაც არ უნდა მართალი იყო, შენ მაინც ხარ ტენდენციური გარკვეულ მიდგომებში და დამოკიდებულებებში, ამიტომ ჩემთვის პირადად ხო აი 90-იანი წლების გადაღება ეხლა მაინტერესებს მე და უკვე აღარ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, ხო, მაგრამ ამაზე შეიძლება დავინტერესდე 5 წლის მერე, როდესაც რაღაცების გაანალიზებას მოახერხებ. კიდე არ ვიცით ხვალ რა. რეფლექსიის დრო თუმცა არ ვიცით, სინამდვილეში შეიძლება კაცმა არ იცის როდის ინდივიდუალურია მაინც. როდის წამოგეწევა ისა რა ქვია რა. მუზა როდის სურვილი რა რაღაცა რეფლექსია მოახდინა და მე მგონია რომ აი ნელ-ნელა იღვიძებს რაღაცნაირად ამოვარდნილი ვიყავით კალაპოტიდან, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ფორს მაჟორში ვართ არაბუნებრივ მდგომარეობაში, რომ თითქოს აი ჩვენი საქმე გადავდეთ და რაღაცა როცა გამოვალთ სამშვიდობოს მერე გავაგზავნით რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება იყო, მაგრამ აი ეხლა ნელ-ნელა უფრო ხვდები და გუშინდელი მაგალითი იყო მაგისისა რა თვალსაჩინოება, რომ ჩვენი საქმე არის ამ პროცესის ნაწილი რა. ჩვენი საქმით უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება მზად ამ პროცესში მონაწილეობისთვის და ხო, არ ვიცი რა, რეფლექსიები აუცილებლად გაჩნდება ამ პროცესზე და იქნება ცოცხალი, რაღაცა შეცვალა ჩვენი ქცევები რა ამ პროცესმა და არ არსებობს ეს რომ კინოში არ აისახოს რა, იმიტომ რომ თქვენ არ ვიცი, თქვენ ვიცი რომ ძალიან აქტიურად ხართ ამ პროცესში ჩართული. ორივესთან მექნება ეს შეკითხვა პრინციპში. თუ უკვე გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება რაღაცა გააკეთოთ მაშინ, რაც ეს პროცესი დასრულდება. ხო, ეს მნიშვნელოვანი თემა არის ყველა სფეროში, იმიტომ რომ ჩვენ ვაპროტესტებთ, ვაკრიტიკებთ სისტემას, არ მოგწონს სისტემა, მაგალითად თეატრში ძველი სისტემა, საბჭოთა კავშირიდან გადმოსული, რომელიც დღემდე არის და სულ ვამბობთ, რომ ეს უნდა დაიშალოს და ახალი უნდა მოხდეს, რაღაც შეიცვალოს. აი შეიცვალა ყველაფერი და რას ვახვედრებთ, რა გვაქვს მზად? საინტერესო აი ორივესგან მართლა ეს პასუხი. აი კითხვის პირველ ნაწილს მეცაც გეტყვით რა, შეიძლება ამ პროცესზე ჩვენ უკვე წინასწარ გავაკეთეთ რაღაცები, იმიტომ რომ აი ფართო სურათში რომ შევხედოთ, ნიშანდობლივია, რომ პირველი დარტყმა მიიღო კულტურა. იმიტომ რომ კულტურა წარმოადგენს რაღაცნაირად საზოგადოების სინდის რა და კულტურას აქვს ის სენსები, რომ წინასწარ განსაზღვროს თქვათ რაღაცა პროცესის დასაწყისი, აი ადრეულ საწყისებზევე მოუსწროს რაღაცა პრობლემას, ხო და ნუ აი ხა ეს წულუკიანი სინამდვილეში იყო აი სიმპტომი იმის, რაც გჭირდა რა და თან მუზა. არა, მუზა რაღაცა პროცესების მუზა გახდა
უფრო მახე. და ტრიგერი ხო და ნიშანდობლივია რომ კულტურაში მოხდა პირველი ეს რა იმიტომ რომ ესეთ მართლობას ეხა რაშიც გვიპირებენ შეთრევას კულტურა როგორც სინდისი არაფერში არ ჭირდება რა და ამიტომაც სიმპტომში თავი იჩინა აი ამან რა და იმაზე რო ვთქვათ ისა რა ქვია ვაპირებთ თუ არა ამ პროცესებზე რაღაცის გადაღებას ამ პროცესებზე ჩვენ უკვე რაღაცეები გვაქვს გადაღებული რა და სწორედ ამიტომ ვართ საშიში სისტემისთვის რა და თვითონ აი კინოცენტრის სისტემაზე რას ფიქრობთ აი როგორ უნდა აეწყოს აი როგორი იქნება კარგი ქართული კინოცენტრი საქართველოში აი როგორის თქვენ გინდათ გასაგებია რომ ცენზურის გარეშე უნდა იყოს თავისუფალი უნდა იყოს მაგრამ არის კიდევ შიდა პატარ-პატარა ლაბირინთები, რომელიც გამოსწორებაც გინდათ. იცი რა პრინციპზეც იდგა ეს იყო ფრანგული მოდელი რა და მის ჩამოყალიბებაში ძალიან პრაქტიკულად ოთარ იოსელიანმა და ელდარ შენგელაიამ უხელმძღვანელეს მის ჩამოყალიბების პროცესს და ნუ კიდე არაერთი იღებდა მონაწილეობას არაერთი ქართველი კინო პროფესიონალი და რა პრინციპზეც იდგა ეს იყო საკმაოდ გამართული, უბრალოდ იყო რაღაც ნიუანსები, რომლებიც უნდა დახვეწილიყო რა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო დირექტორის არჩევის წესი. მაგრამ მაინც ვინც კი ვინმე ყოფილა მინისტრი ამ წესი იყო როგორი რომ კინოხელოვანების გარკვეულ წრეს არაოფიციალურად თავის კანდიდატები უნდა შეერჩია რამდენიმე მე ამ კანდიდატებს შესთავაზებდნენ მინისტრს და მინისტრი იქიდან აარჩევდა რომელიმეს რა მაგრამ ხანდახან იყო რომ შეიძლება ვწდები მაგრამ მე მგონი ის ასეც იყო რომ 2 და 1-ით შეუთავაზებიათ და მინისტრს დაუმტკიცებიან მინისტრს ჰქონდა ყოველთვის ყველა მინისტრს რაღაცა გარკვეული ლოიალურობის მომენტი ჩვენ მიმართ რა მაგრამ არ იყენებდა ბოროტად თავისუფლებას რომ მას შეეძლო ოფიციალურად კანონით დაენიშნა ერთპიროვნულად თავისი წარმომადგენელი დირექტორად. აი პირველი ვინც ეს ბოროტად გამოიყენა ეს იყო თეა წულუკიანი და დაგვინიშნა არა თუ ვინმე ისეთი კინო პროფესიონალი რომელიც ჩვენ არ მოგწონდა. თავისუფლებასთან იყო კავშირში როგორც ხის ყარაული მოგვიყვანა პირდაპირ და გვერდით მოუსვა ბაჩოუდიშარია რომელიც რეჟიმის პროპაგანდირებს ერთ-ერთი არხიდან და მე უკვე როდესაც იქ დაგვისვა მიდიოდეს ჩვენ მივდიოდით ყოველ ერთი რამდენიმე თვე ვიარეთ და ყოველ დღე უკაკუნებდით რომ გამოდით თქო ამაზე უფრო ზრდილობიანად როგორ უნდა მიგვემართა ხო? არა პასუხი არ იყო კი არა მიდიოდა საღამოს მერე და იქიდან დაგვრცინოდა და გვაგინებდა თავისი არხიდან რა ხო და ეს ხო რა თქმა უნდა მიუღებელი ახლა ნებისმიერი არ არის აი მაგ წერტილშიც კინემატოგრაფისტების რაღაც ჯგუფი შეგვეწინააღმდეგა რომ რაღაცა მივცეთ დრო და მივცეთ დრო ხო ისთვის ხო, ნუ იქნებ კარგი გააკეთონ რა. ანუ ეს ჩვენი უნარი რაც წერან თქვით რომ ჩვენ სახეხატების ამოცნობა შეგვიძლია, არაფრად არ ჩააგდეს რა. მაშინ ვამბობდით რომ მაგალითად ვამპირი რო დავნიშნოთ სისხლის ბანკის ხო დირექტორად თუ იქნება და რა ეს ისა რა ქვია ნორმალურად. არის რომ ის ვამპირი კეთილსინდისი. ხო და რაღაცა ეგეთი არგუმენტებით და ეხლა შეიხედონ კინოცენტრში რა ხდება რა და იქნება რაღაცნაირად გონს მოიგონ. ხო, საბოლოო ჯამში აქ ჩვენ აღარ შევცდით უკვე იმაში, რაშიც ალბათ დიდი ხანია ქვეყანა ვწდებით რომ იქნება მივცეთ, იქნება მთლად ეგრე არ არის და 12 წელი გავატარეთ მაგას. შესანიშნავი სპორტსმენი არის ბიჭო გვარი ლაშა ტალახაძე. ლაშა ტალახაძე, ხო. აი არ არის ფოტოშოპში შემთხვევით რომ დამოვიწყდა რა. ეს არის მათი ტრაგედია. რომ თავიანთ სახელებს მისცემენ დავიწყებას რა. თვითონვე თავიანთი მოქმედებები. არ არის მართლა. ხო, იმიტომ რომ უფორმო მასად იქცნენ და მასად იქცნენ უინიციატივო ადამიანები. მდგომარეობაში ჩააყენეს ადამიანები. მე სულ მომყავს მაგალითი სასამართლოსი რა დღეში არიან ცრუჩვენებების დროს ადამიანები, როგორ წვალობენ და დაზარალებულის ასე ვთქვათ სკამზე ჯდომი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ბევრად უფრო ასე ბედნიერად და თამამად და ისეთ გრძნობენ თავდაჯერებულად თავს იმიტომ რომ ისინი მართლები არიან ვიდრე ეს ადამიანები ვინც აი ამ მდგომარეობაში და გიორგი ახობაძის სიტყვა რა ადგილს გუშინდელი რაც მოვისმინეთ მართლა რამდენჯერმე მოვისმინე ზედიზედ და ქრისტემ ჯვარცმულმა ჯვარსაცვეს ყველაზე დიდი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ხო რითი გაიმარჯვა ანუ მე რამდენი 2000 წელია ხო და ქრისტიანობა არის არ ვიცი რომ ჩემთვისაც როგორც ხელოვანისთვის თუნდაც ბირთვი და აზროვნების რა რითი გაიმარჯვა სიმართლით და იმით რომ სიმართლით უიარაღოც
მაგრამ სიმართლით დაუპირისპირდა უშველებელ ძალას და ეწამა აი ტანჯვა სიმართლისთვის. ეს არის რასაც მოაქვს ბედნიერება და თავისუფლება. და ხო, მაგით მოდის თავისუფლება, თორე ანუ რა ვიცი, ზარქუა ეხა შეიძლება არის თავისუფალი. მაგრამ ვაი არის თავისუფალი და ზარქუ არ არის თავისუფალი. არც ლაშატალახაძეა თავისუფალი. აი შეიძლება თავისუფალი იყო მაშინ, როდესაც ეზიდებოდა იმ სიმძიმეს რა, როდესაც წევდა. აი მაშინ, როდესაც ის არავის არ დაუჯერებდა, რო ეთქვა ვიღაცას, რომ აუ ლაშა მოდი რა დღეს არაწიო რა. ესე ხო არ მოხდებოდა. კვარაცხელიას ვიღაცამ რო უთხრას, არაფერს არ ვერჩა კვარაცხელიას, ზოგადად მოვიყვანე, რო უთხრას, რომ აი ბოლო წამი რო არის რა, აი მცველს რო უნდა გაცდე და მეკარეს რო უნდა მიუახლოვდე. აი შეიძლება მცველმა ფეხში დაგარტყას, ან შეიძლება მეკარე ფეხში შეგივარდეს და მოგტეხოს და მე შეიძლება საერთოდ დამთავრდეს კარიერა. მაინც ხო წავა გოლზე და მაინც ხო გაიტანს რა. მე რა გემართება შეოჯახ დაუცვილო კვარაცხელიას არ გულისხმობ, მაგრამ ტალახაძეს გულისხმობ, პეტრიაშვილსაც გულისხმობ, გენოს. აი მე რა გემართება, როცა პარლამენტში შედიხარ. შენ იქ თუ სპორტსმენი იყავი და აქ თუ შენ გინდა რომ იყო პოლიტიკოსი, ზუსტად იგივე სულისკვეთებით უნდა იარსებო და იაზროვნო რა. აქაც უნდა იყო პრინციპული და უკომპრომისო რა და არ უნდა აკარნახებინო ვიღაცას წითელს მიაჭირო თუ მწვანეს. აი აქ ხდება რაღაცა და ხო, მაგრამ თუ თავიდანვე მაგ პირობით შედიხარ, რასაც გეტყვიან იმას და მაგ პირობას როგორ აწერს ხელს ასეთი ადამიანი. ეგ კიდე სხვა პრობლემა. გიორგი და ამირან დიდი დღე არის დღეს, ისევე როგორც ყოველი დღე და რაღაცა დასასრულისკენ რას ეტყვით თქვენს კოლეგებს, კინოსფეროს წარმომადგენლებს, საზოგადოებას და მაყურებელს, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა მოვიდეს თქვენს აქციაზე. არაფერი, ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, სიყვარული და ჩვენ გავიმარჯვებთ სხვა რა. დამატებ გიორგი რამეს. ყველაფერი, მაგისით აღარაფერი აღარ არსებობს, მაგრამ არ ვიცი, თუ გიყვართ კინო, ან აფასებთ კინოს, ან უბრალოდ ოდნავ მაინც თუ გაქვთ რაღაცა თუ გიყვართ საღამოს მისვლა სახში ჩართვა რაღაც ფილმების, შეგიძლიათ თქვენს მოგზაურობთ. გინდათ ნახოთ ბევრი კარგი ქართული ფილმი. ან თუ ვერ ერკვევი კინემატოგრაფიაში, ეხა არის თქვენი შანსი, რომ ძალიან კარგად გაიგეთ. ყველა კარგი კინემატოგრაფისტი იქნება იქ დღეს 5 საათზე. სად არის შეკრების ადგილი? ეს არის თუმანიშვილის თეატრთან, ზუსტად გვერდი გვერდარის ესორიშენ. ახალი კინოცენტრი, იმიტომ ეს ადამიანები სხვა შორის ესეც უნდა აღინიშნოს. ძველი კინოსტუდია იყო, ადრე იქ იყო კინოსტუდია, მერე აღარ იყო და ეხლა ისევ ძალიან დამაბნევად ჟღერს ხოლმე, იმიტომ რომ კინოსტუდია, კინოაკადემია, კინოცენტრი, ეს ყველაფერი თან დიდად ფუნქციურობით არ გამოირჩევა. ამიტომ ზართულია. თუმანიშვილის თეატრის თუმანიშვილის თეატრი ვთქვათ და ბატონი მიხეილ თუმანიშვილის ძეგლი ვთქვათ, იმიტომ რომ იქ მოგვიწევს მაინც შეხვედრა, იქით როგორც ვიცი რაღაც მშენებლობა მიდის და დანარჩენი იქ. ჩემ ტერიტორიაზე ხართ მოკლედ. ანუ ბატონი მიშა ამბობდა, რომ თეატრს და კულტურას საზოგადოების მაჯისცემაზე უნდა ეჭიროს ხელიო რა და დღეს საზოგადოების გული ჩვენთან ფეთქავს და შემოგვიერთდით. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენს რაღაც პროექტებში მეც მივიღებ მონაწილეობას მერე თავისუფალ ასე ვთქვათ საქართველოში, ევროპულ საქართველოში. დაგემშვიდობებით წარმატებულ დღეს გისურვებ. ჩვენს ხანმოკლე რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ ტრადიციულად პარასკევს მარინა ბერიძის მუსიკალური ამბებით დაგიბრუნდებით.